2 თვის წინ აქედან დაიწყო ჩვენი ბოლო მოგზაურობა, დღეს კი ვამთავრებთ და მზადვართ ახალი თავგადასავლებისთვის. სტუდიო ამბავი მაქვს. პერიმარო დაიწერა უკეთეს იქნებოდა. მერე მაგ ჯარიმაზე შეგვიძლია ასაჩილო. მაგ დღეს ჯარიმის გარდა ყველაფერს ველოდი. ფილმშვიდობისა. დღეს მიდივართ ტრაკიდან. მოვედი ჩემოდნის სასარჩევად. ეხლა ალექს ჩავუგდე ზომები, არ მახსოვს როგორ არის. არ ვიცი ჩანს თუ არა. ძალიან კარგი ფერი და ზომარი და სხვათა შორის ბრლინგტონში არასდროს არ მიყიდია ჩემოდანი TJ Maxx-ში და Marshall-ში ყიდულობდი ხოლმე და ამ ზომის ჩემოდნები მანდ იწყება $90-დან და ეს ამხელა ჩემოდანი ღირს $70 რა. ცოტა განახებთ უკეთესად. ვაკელა გაქვს ქვემოთ ყველაზე დიდები რომელიც არის. ალექსმა შეამოწმა და ეგ თურმე აჭარბებს, ანუ ბევრად დიდი არის და ამის პატარა ვერსია ავიღე. ხან ახავს ზომებს მეორე. ეს ძალიან პატარა მეჩვენება. ნახეთ ამაზე რამდენი პატარაა. ამას ავიღებ. მომწერა რომ ნორმალური ზომაა. და ღირს $60. წყალი უნდა ავიღო. Walmart, TJ Maxx და ეგეთ რაღაცები ახლოს არის ერთმანეთთან გამიჩერა ალექსმა და თანამ აქ მოვიდოდი ვიყავით მობაილში Wi-Fi დავაბრუნე. პატარა ალექსმა დამიწუნა, მაგრამ ფერი ძალიან მომწონს. ხა ყველა ან შავი იყო, ან რაღაც უღიმღამო ფერები. ახლა უნდა ჩავყარო ყველაფერი, რაც გადასაგდებია. დავიწყოთ. ხო ძალიან დამღლელი პროცესი არის, მაგრამ მაინც ძალიან მიხარია ხოლმე ახალი. ალექს ეს ხوار გინდა ეხლა? ამ ტრაქზე იმდენი რაღაცა არ აქვს. წინა ტრაქზე ძალიან ბევრი რამე იყო და იმდენი რაღაც გადავყარეთ. ფული ძალიან წყდებოდა და აქ ისეთი არაფერი. ეს ჩაი ხوار წამოვიღოთ. შენ ჩაი გინდა საქართველოში? ყიდულობს ხოლმე. დამამშვიდებელ ელექსირულ ჩაის და მე არ სვავს. საშნელი გემოა. მორჩა ერთი თარაც გათავისუფლდა და ახლა უნდა გავჩერდე ცოტა ხანში და მანამდე ყველაფერს გადაყრე. ეს იქნება ჯერ გამომადგეს სიპები. ალექსმა გადაყარა დღეს საბნები და ეს პრომანი რაღაცები დაგვშვა გადასაყრელი და მორჩება. ყველაფერი ან გადავყარე, ან ჩემოდანში ჩავდე და აღარაფერი დამრჩა შესაძმელი. უნდა გავჩერდე ცოტა ხანში და ტანსმელი ვიყიდო. აი და 2 თვის წინ ვფიქრობდით, როდის გავა ეს დრო, როდის წავალთ. ბოლო ტრაქსაფის ყავას ავიღეთ და bacon and cheese კრუასანი. ლავსის ყავას გადავუშვით. მოგშორდები. თაილანდის ყავას იმიტომ ვიღებს, რომ ორგანული არის და ლავს არ აქვს ორგანული ყავა. დავალაგეთ შიდა სივრცე, გავწმინდე ყველაფერი. ჩავალაგე როგორც იქნა და ორივე ჩემოდანი უკვე გაივსო. კიდევ ბევრი რაღაც მაქვს საყიდელი და არ ვიცი რას მოვუხერხებ, მაგრამ თავარია რომ აქედან ჩავბარგდით და მე კიდე რამეს მოვიფიქრეთ. მეტი ჩემოდნის დამატება არ გვინდოდა, მაგრამ მე მგონი დაგჭირდება. ახლა ველოდებით კომპანიის უფროს, ჩავაბარეთ მანქანას, ალბათ დაათვალიერებს ყველაფერი შეგნით არის და სამაროვდოდ ახლა გავიგებთ ამ კომპანიამ დაგოკისრა თუ არა შიდა ჯარიმა. ინსპექციამ რო გაგვაჩერა არასწორად ღოდის გაკეთებაზე წინა ვლოგში ამგონი. გუშინ დავჯავშნეთ სასტუმრო და იმედია კარგი იქნება. მოლთან და მაღაზიებთან ახლოს დავჯავშნეთ და აქედან ახლა მანქანას წავიყვანთ, ჩავაბარებთ ჯერ საბუთებს, მერე მანქანას დავტოვებთ სხვაგან და იქიდან ტაქსით წავალთ სასტუმროში. ალექს მე თუ არ საჭირო. ეხლა მოვიდა უფროსი და წაიყვანეს ალექსი. თან წაიღო თავისი ფურცლები და ყველაფერი რაც ჰქონდა. მე ხარ დარჩა რამე. ესე ვაედიტებდი ვლოგს და უცებ გავიხედე და ალექსი მოიყვანა ის. წავალთ ახლა სასტუმროში. თუ არ ჯერ ეს მანქანა უნდა მივიყვანოთ, მე მგონი სადღაც. ერთი ცუდი ამბავი მაქვს. ალექსას შიდა ჯარიმა არისო თუ იმანაც დაწერა რამე? აი იმას არ დავწერია, ჯარიმა რო დაიწერა უკეთეს იქნებოდა. მერე მაგ ჯარიმაზე შეგვიძლია განასაჩილო და ისო და კამერა რო ყოფილიყო რა. შეგნითო მაგალითად გავასაჩირავთ, რა კამერა რო არ იყო და თან ჯარიმა არ არის ვეღარ ასაჩირო რა. ჯარიმაზე შეგიძლია იბრძოლა რა. აუ კამერაზე ვფიქრობდი ხოლმე რამე რომ მოგვიწია შესვა, მოხსნი ხოლმე თქო და საერთოდ დავმივარდა ტვინიდან. მაგ დღეს ჯარიმის გარდა ყველაფერს ველოდი. მეთქი პლუს ბონუსი შეიძლება ავიღოთ, რომ ესე მოწესრიგებული ტრაქერია. დონეების მიხედვით რომ შეამოწმე, მგონი მაშინ არის. თუ ყველაფერი რიგზეა, ძღოლს პირიქით ფულს აძლევენ. თუ ნორმალურად დადეს და იცავს ყველაფერს. დაიწერა დარღვევა, რომელიც თურმე ჯარიმაზე უარესი არის და ჯობდა რომ ჯარიმა დაეწერა თურმე როგორც ამ კაცმა აგვიხსნა ამ უფროსმა. დაიწერა 2 დარღვევა ჩემზეც და ალექსზეც. კამერაზე აფარებული შიგნით ამხარეს, ანუ ორ მხრივად ხო იღებს, მაგრამ შიდა მხარე დავფარეთ მაინც რავი. არ არის აუცილებელი რომ შიგნით იყოს
ჩართული. ამათ არაფერი მტკიცებულება არ აქვს, ჩვენერად გვეკეთა. ხვიდი იმან რავი როგორ დაწერა, არ ვიცი. კამერა რო გქონდა მოხსნილი, ესენი თურმე გაასაჩივრებდნენ და შეესწებოდნენ, რომ ეგ ჯარიმა თავიდან აერიდებინათ. თვითონ კომპანიას აყენებს ეგ ზარალს. ჩვენც რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მეტად კომპანიას. ოფიცერს არ დაუწერი არანაირი ჯარიმა, მაგის გადახდა არაფერი არ გვიწევს. კომპანიის შიდა წესები არის რა. და თითო ადამიანზე დაგვიწერეს $1500 აიმე ამ ოფიცერმას ესო არაფერი არ არისო, არც ჯარიმა არისო, არც ტიკეტი არისო, შენ ამისგან არც პოინტებს მიიღებო, არც ფულად გადასახდა, ანუ არაფერი იქნება გასაკეთებელი. მაგრამ ხელა რაღაც არის, როგორ არაფერი. მოკლედ ბოლო 3 კვირა არის, პენსილვანია, ნიუ-ჯერსი, ჯორჯია, კაროლინა და ეგ ადგილები აქ ამხარე. გადკეპნილი გვაქვს ერთი შტატიდან მეორეში, ძალიან ახლო რა, დიდი მანძილები არ მოუწია თითქმის არასდროს და დილით აღება, მეორე დილით მიტანა. ესეთი ტვირთები გქონდა ხოლმე. და ანუ ძალიან დამღლელი იყო თან იქით გზა ჯორჯიაში, ატლანტაში, ვისაც გაიგივლიათ, კი იცით როგორი საცობებია დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ყოველთვის. თან ავარიების სეზონი იყო, თუ რა ვიცი, ყველგან ავარიები იყო და გზები ყველგან იკეტებოდა. იმდენი ხანი ვიდექით ხოლმე საცობებში. ყოველ დღეს რაღაც 2-3 საათი საცობებში გვეკარგებოდა მაგ გზებზე. ლაპარაკს მოყევით თუ რანაირად უთხარი ეგ, როგორ გაიგო რომ იქით არ წასულხარ. იუტაში, არიზონაში და იქით შტატებში. დარჩენაზე გკითხა და მაგით უთხარი რომ არ გატარებდნენ. მე ისორის არ გაქვს დენილوار რომ ვესტში საერთოდ არ ყოფილვარ რომ რაც ეს დაიწყო და ანუ პატარ-პატარა მანძილები გაგიჟებულა ეს უფროსი რომ ჩვენო ეგო არ ვიცოდითო და ალექსმა უთხრა რომ ანუ რატო არ გითხარიო და ალექსმა უთხრა რომ მე მეგონა რომ თქვენ იცოდეთ ჩემი ყველა ტრიპის შესახება საიდანაც მივიდეთ და არა მაგ საკითხებშიო არ ვერევითო ჩვენო და ალექსმა უთხრა რომ დისპეჩერმა იცოდაო გავაფრთხილეო მაგრამ მაგან გითხრა რომ არ არისო ტვირთები იქით ამხარე საერთოდ და გადაამოწმა თურმე ამ კაცმა რომ ამ ეტაპზე ამჟამადო 5 მძღოლი ყავსო ტექსასში კიდე მე მგონი არიზონაშიც და დავდივართო ჩვეულებრივად არანაირი პრობლემა და შეფერხება არ აქვს მაგაზე უთქვამს და გეთქვანი და ჩვენთვისო ალბათ ეს პატარა მაილები რო არის უფრო მეტს იღებენ და პროცენტი უფრო მეტი უწევთ ეგ გასაგებია მაგრამ ჩვენ გვეუბნებოდა რომ კომპანია არ მაძლევს უფლებას რომ იქით აგიღო ტვირთებიო იმიტომ რომ არ იხდიანო დარღვევა არის და თურმე 3 წელი რჩებაო რეკორდშიო და მაგას ისევ ჯარიმის აღება ჯობია თურმე ამ ფურცლის აღებას. ამოწოდე. თავი არ მიარტყავს ხილად. აქ ჩამოდა ერთი წამი. კავში. მეორეც მომებარემ. მოიცა გახსნილია ეს. არ გადმოცივდეს. ნახოთ აბა ზომა არ ვიცი. ეს უფრო დიდია, კაცო? ეს კი პატარავია. ეს პატარა ჩემოდანია, უფრო დიდი. მე მგონი ის დიდი ჩემოდანი უნდა ამეღო ალექს. იმიტომ რომ აქ ხო, შავი რო გვაქვს, ხო ის იმხელა არის. დღეს რო განახე ვარდისფერი. გავში? შევადარო ერთი. ერთნაირია? ой, ერთნაირი ყოფილა. მაგრამ ეს უფრო განიერი ხო არ არის? კი, ეს უფრო განიერია ვარდისფერი. არა, ის შავი რო გვაქვს, შავი დიდი ჩემოდანი. ის იყო იმხელა დღეს რაც გაჩვენით. და რა პრობლემა არ შექმნია და. მომეაბა და ეგერ არის წავიღებნა გასაც. გან ჩემოდნები გვაქვს, კომფორტი გამოვიძახეთ და ეხლა მალე უნდა მოვიდეს. უბერის მძღოლებს წერს, გეითი არ მუშაობს და ვერ შემოვდივარო. ამდენი ბარგით როგორ წავიდეთ ალექსი მიდის რომ ჩაუწეროს გავუგზავნო მაგრამ ვერ შემოვდივარო. საერთოდ სხვაგან იყო აქ ამ კართან არ მოსულა გავუქმა შეკვეთა ეხლა ახალს ველოდებით. ტესომ მოგვეკითხა. ძალიან კარგი მძღოლია ორივე ჩემოდანი თვითონ ჩადა. ფად გადასარავია მაგრამ რატო გამიტეხე? თვისა მაგრი გამიტეხა. არა უშავს ხო? ოთახი და სახლი არ ვინახია. ორთან ნახევარი. ეს რაც ამოვაბზანი? ხო. ეს. როგორი ხედი გქონია? პირდაპირ მოლი არის თუ? უბრალოდ მაღაზიებია. ორგაია. დღეს მანქანა არ გვიქირავია. წინასწარ მოვიფიქრეთ რომ სასტუმრო აგვიღო ჯერ. თან დღეს ძალიან დავიღალეთ.
ეს მანქანასაც ჩავაბარეთ ცოტა მოშორებით იყო ქალაქიდან. იქიდან მე მანქანის აქირავებლად რო წავსულიყავით და მე სასტუმროში მაინც ვერაფერს ვერ გავაკეთებდით, უნდა დაგვეყენებინა მანქანად ყოველად. და ალექსმა იპოვა ესეთი სასტუმრო იმ მაღაზიებთან, რომელიც მე მაინტერესებს. ახლოს აი პირდაპირ არის მარშალსი, ბურლინგტონი, უოლმარტი და უბრალოდ ყველაფერი აქ არის. რესტორანიც არის. და ეხლა წავალთ საჭმელად ხო ალექს? ინტერესანტი თავი ამტკიდება. ეგ შეგრძნება გვერდით არაფერი არა და ქოქილი და ესეთი სიჩუმე. ორივე ჩანთას დავცლი და რაღაცებს რო ვიყიდით, ამაში ჩავდოთ ნაწილი. მოვედით საჭმელად, ალექსმა ნახა რაღაც რესტორანი, შედარებით ჩანსაღის საჭმელი ჩანსა და ნახთება რა დაგხვდება. ისე პანდა ექსპრესიც არის და მე იქით უფრო მიმიწევს გული, მაგრამ ძალიან ბევრი შაქარი აქვს და მოდი დღეს ალექსის გემოვნებას მივენდოთ. ნახოთ. ესე გამოიყურება ჩვენი პიტა. ავიზიხა ტანსაცმლის საყიდლად. იმდენი რაღაც ავიღე. ეს არ არის ჩემი კალათი ხო? წარმოგიდგენთ ჩემ კალათს და ალექსის კალათი არაფერი. შენ არაფერი მოგწონს და იმიტომ. ხოდა კიდევ ერთი ჩემოდნის ყიდვა არ აქვს დება, იმიტომ რომ ის ორივე გატენილი არის. არ ვაპირებდით კიდევ ერთის დამატებას, მაგრამ ძალიან ბევრია. ალექსას ავიღო აეროპორტში რამე. ჩანთას რო ჩამოვიკიდო. ამაში ჩავდევ. ეს ფერი მოსწონს ალექს. კაია ხო? აი საყვარელია. ესიც მომწონს. დიდი სტრა მეზარებაო თორე აი ეს მომწონს, მე ეს მომეწონა. გამიშვა? და ნახეთ თან რა იაფი არის. ეს არის მე რაც ვიყიდე ისომა და $46 ღირს. ანუ ეს მომწონს, მაგრამ ეს მალე გაშავდება ოჯახის ალექსი და ამიტომ არ ვიცი თუ ავიღებ. ეგ ძალიან პატარა არის. ყველას მოგვაქირავებენ. პატარა მანქანაში არ მგონი ამდენ რომ ჩაეტიოს და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ესეთი რამე ავიღოთ და მე მგონი ესეთ რამეს გადავწყვეტ. აბა რაებია დავათვალიეროთ. მოკლედ ახლა მოვიფიქრეს რაც ამაში ჩამეტევა. ანუ ჩემი ნახეთი რაღაცეები თუ ჩამეტევა რამე ესეთში, მაშინ ავიღებდით და რაც ავიღე მე მგონი ესენი კი ეტევა ხო? ერთი ეს. კაი ხა მოვიღოთ ვინმეს არ ეგონოს რომ ვიპარავთ. I'll take this one. რამდენი? This one's ready. Oh, thank you. ეს ჩანთა გადავწყვიტეთ ჩემოდნის ნაცვლად. Phone number with us? ბევრი რაღაც იყო ფასდაკლებით და სულ ეს ყველაფერი იყო $212. მაგრამ ეს რითი წავიღოთ ახლა? გინდა სხვა მაღაზიაში გასვლაც? ეტლს თუ წავიყვანთ, წავიდეთ. ამ ეტლით თუ წავიღებთ, თორე ეს როგორ წავიღოთ? ცოტა იქით არის მაღაზიაში რო კიდე. ტაქსით წავიდეთ სასტუმრომდე. გაწვიმდა ამას ობაში. კარგი ხანი ვართ აქ, მე მგონი 1-2 საათი. ჯერ არ მინდა, მაგრამ მომშვიდეო მე მგონი. ხო, რა მიღო პანდა? პანდასთვის გვიანია. გადავიფიქრეთ ტაქსის გამოძახება, ყველაფერი ამაში ჩავალაგეთ. და ასე წავიღებთ, ვაი? არა მეორე მაღაზიაშიც შევალთ და დღეს მოვისწორებ, რაც გვინდა მაგის ყიდვას. ციმეა. იმ კაფეში რო ვიყავით დღეს, ეს გვაჩქარით მობიჭმა, თან გვითხრა, საიდან ხართ და საქართველოდან რა უთხარით? Soccer players ვიცნობ რა ვიციო. ნუ ვიციტყო და ეხლა რა თქმა უნდა ხვიჩაკორაც ხელიაზე თქვა. და იყო არაბი იყო ხო? მგონი. სირიიდან იყო ხო? ეს ნუ შინაცხარი გვაჩუქა, აბა გასინჯე როგორია. აუ ძალიან მოეწონა ალექს ერთ ლუკმას თუ დამიტოვებს მადლიერი ვიქნები. მძიმეა, ისიც ჰქონდათ ფახლავაც. მართლა ძალიან კაია. მაგრამ ამას რამდენი შაქარი ექნება? რაღაც სიროპით არის დასველებული. ტკბილი სიროპით. მოვედით შემდეგ მაღაზიაშიც. წავედით ახალ სასტუმროში. დადგა ნანატრი დღეც. ნანატრი დღეს დადგა. მეთქი როდის გავაორი თვე, მაგრამ გაიარა რა. რა თქვა რა. არ ვიცი რა თქვა რა. აჰა, თქვი უკეთე რა რაღაც. დღევანდელ ვლოგს აქ დავამთავრებ. სულ ეს იყო ჩვენი დატვირთული დღე. თუმცა ძალიანაც არ დავღუარ დღეს. თუ აქამდე უყურეთ ვიდეოს, კომენტარში დამიტოვეთ წითელი გული. მე კი შეგხვდებით შემდეგ ვლოგში.